მაშინ მოგესალმებით ჩემო გამომწერებულ YouTube-ელებო. კეთილი იყოს თქვენ შემოგწანება ჩემს არხზე და ვნახოთ ახლა ინფორმაცია ადამიანზე. რას გვეწყვიან კარტები? რა უნდა ვიცოდეთ დღეს და რა მდგომარეობაშია ის? ორ ვარიანტზე გავაკეთებ. თქვენ აირჩიეთ პირველი ან მეორე. რა მდგომარეობაშია? რა უნდა ვიცოდეთ? რა უნდა ვიცოდეთ და რა მდგომარეობაშია ის? რა უნდა ვიცოდეთ და რა მდგომარეობაშია ის? აირჩიეთ პირველი ან მეორე. და დავამატებ კიდე რუნებს. რას აპირებს? რას გადაწყვეტავს? გითხრან რუნებმა პიროვნება. რას აპირებს, რას გადაწყვეტავს? პირველი ვარიანტი რას აპირებს, რას გადაწყვეტავს? მეორე ვარიანტი. ცეცხლი ანთებულია. დავიწყე პირველი ვარიანტით. პირველო ვარიანტო, ამ ადამიანს აქვს დიდი ბნება. უნდა ვიცოდეთ ის, რომ მიჯაჭვულია, არის დაბალ ვიბრაციებში. აქვს დამოკიდებულება. უფრო სასმელი შეიძლება სხვა რაღაცეებიც. ეხლა დამოკიდებულებაში ითვლება კიდე მატერიალისტი ადამიანი რო ხარ, აი ძალიან მარტო ფულზე რო გაქვს მთელი ყველაფერი რა, აგებული. შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ ხარ ახალ პირველივე კარტი ეს ამოვიდა, ამიტომ ბნება, აბხორცი, აი ესეთი რა და პირველ ვარიანტთან ამოდის კიდე ის, რომ ეხლა რაღაცნაირად აი გაციებულია ეს ადამიანი. თქვენ და მე გაციებულია. რატომ? იმიტომ რომ აი აჭრილიაო რო იტყვიან, ხო? რაღაც დამოკიდებულება აქვს და აჭრილია. რა ვიცი. უნდა რომ დაიკმაყოფილოს თავისი დამოკიდებულება რაღაცით და ალბათ ებრძვის თავს, იცის რომ არ შეიძლება და აი შეიძლება ეს არის მიზეზი. მაშინ მოქმედება ამოვიდა ის, რომ დაფარულია ის, რაც ამ ადამიანს რაც სჭირს, ანუ ამას არ ამბობს, არ ამჟღავნებს ის, რომ არის დამოკიდებული, ხო? და დაბალ ვიბრაციებში ამას არ ამჟღავნებს და რაღაცას კიდე მალავს, იმიტომ რომ ეს მოქმედებაზე იყო, ხო? ან დაფარულად მოქმედებს, დაფარულად გიყურებს, დაფარულად მოდის, რა ვიცი, აი საჯარო გაშლა, ხო, ინფორმაცია ასეთი მოდის პირველზე. გადავედით მეორეზე. რა უნდა ვიცოდეთ? რა მდგომარეობაშია ის? რა უნდა ვიცოდეთ და შეიძლება ან მესიჯი მოგწეროს, ან გაიგოთ რამე. მოლაპარაკების კარტი ამოვიდა და ასევე ამოვიდა სამკუთხედი. ან და ის, რომ ეხლა ამ წუთას გულზე აქვს დიდი დარტყმა, ანუ ეს არის გულისმიერი ტკივილი, ტრამვირებული, გულს ეფუძნება, ამბობენ ჯვარი წერია ინფარქტს, ხო? არა, ესეთი რაღაცა არა. გული აქვს განგმირული, დაწყვეტილი და რას მოიმოქმედებს? თავს იცავს. თავს იცავს და აქაც მაგიური ზემოქმედებაა. მაგიური ზემოქმედება. და სამკუთხედი ამოდის მეორე ვარიანტთან, არ ვიცი. მოდი გადავამოწმოთ მაინც, ხო, საჯარო გაშლა კია, მაგრამ ერთი კარტით აბა ვნახოთ. მეორე ვარიანტთან რა ხდება? უფრო რო დავაზუსტოთ, თუ შეიძლება მეორე ვარიანტი. გზაზე აქვს ფიქრი, მაგრამ დაბრკოლება აქვს. ანუ შორი მანძილია, გზა არის და დაბრკოლება ამ წუთას და შეიძლება გულის წყვეტა, კონფლიქტიც აქვს, გულდაწყვეტა,
დაარტყმა, ეხლა ყველაზე ხო არ არის, ხო? შეიძლება უბრალოდ გულგაცრუებული ადამიანი, შეიძლება სამკუთხედში ადამიანი საჯარო გაშლა პირადში ჩანს ყველაფერი საჯაროდ, ეხლა ესეთი ინფორმაცია მოდის. გზასთან დაკავშირებული პრობლემები ჩანს და აქაც მაგიური რაღაცა ზეგავლენა, ან უნდა დაიცვას თავი, რაღაცა იღებს ნეგატივს და რუნა აფრთხილებს, რომ დაიცვას რა. თავი გაიწმინდოს დაიცვას. აი ეს მომენტებია. პირველთან და მეორესთან. მადლობა. სულ ეს იყო. მოკლე ინფორმაცია.